ახმედ ჩატაევი თავისუფალია. ჩეჩენი მებრძოლი 5,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს თანხა. მან 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. პროკურატურამ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიება დაიწყო. დოკ ულმაროვის ნდობით აღჭურვილი პირი ახმედ ჩატაევი სპეცოპერაციის ერთადერთი ცოცხალი მოწმეა ჩეჩენთა მხრიდან. ქართველმა სამართალდამცველებმა ცალხელა ახმედა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 დღის შემდეგ ასაფეთრებელი ნივთიერებების უკანონო შენახვა ტარებისთვის დააკავეს. გარდა ამისა, ლაფანყურის მოვლენების გამოძიების მოთხოვნით პროკურატურა სპეცოპერაციის დროს დაღუპული ქართველი სპეცრაზმელის არჩილ ჩოხელის ოჯახმაც მიმართა. რატომ გაათავისუფლეს ჩატაევი სასამართლო პროცესიდან? გიორგი მანჯავიძე ესწრებოდა პროცეს დეტალებზე. ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. გიორგი, გისმენთ. სოფო ლაფანყურის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მოწმე მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლა. ჩვენ ახმედ ჩატაევს სასამართლო დარბაზშივე ვთხოვეთ, რომ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი მაინც გაეკეთებინა. საქალაქო სასამართლოდან გამოსულმა ჩატაევმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი მადლობით დაიწყო. მან მადლობა გადაუხადა ყველა ჟურნალისტს და ყველა იმ ადამიანს, უფლებადამცველებს, ვინც მის საქმეში აქტიურად მონაწილეობდა და ყველაზე მთავარი, მან კომენტარი გააკეთა თავად ლაფანყურის მოვლენებზე. როგორც ჩატაევი ამბობს, ის ლაფანყურის მოვლენების დროს მისი მეგობრის თხოვნით ჩამოვიდა თავად ლოპოტის ხეობაში და სწორედ მეგობრის თხოვნით ჩაება მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ჩატაევის პირველივე კომენტარი, რომელიც მან მედიასთან გააკეთა. Мне позвонили и через моего друга и попросили, чтобы я там переговоры сделал. მე დამირეკეს ჩემი მეგობრის საშუალებით და მთხოვეს მოლაპარაკებები მეწარმოებინა შეიარაღებულ ხალხთან, რათა იქ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო. აი ასე მოხდი მან. მე დაველაპარაკე ჩეჩნებს და როცა ქართულ მხარესთან მივედი და გადავეცი მათი სიტყვები, ველოდებოდი პასუხს. პასუხი კი იყო გასვლა ჩემი მისამართით. Ответ мне был выстрелом. ჩატაევის სასამართლო პროცესი 2 საათზე იყო ჩანიშნული დღეს საქალაქო სასამართლოში, თუმცა დაახლოებით 9 საათის დაგვიანებით დაიწყო. პროცესზე ბრალდების მხარემ პროკურორმა თავად მოითხოვა ამკვეთი ღონისძიების გირაოთის შეცვლა, რასაც ცოტა მოსამართლის გაკვირვებაც კი გამოიწვია, რადგან მთელი ამ პროცესების განმავლობაში თითქმის ყოველ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა სწორედ ამ შუამდგომლობას, რასაც პროკურორი ეწინააღმდეგებოდა და მოსამართლეც არ აკმაყოფილებდა. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ადვოკატის კომენტარი. 24-ში მათ დაკითხული ყავდა ჩატაევის და ის მესაზღვრეები და 26-ში სასამართლოს ხდომაზე სრულიად თავისუფლად შეეძლო პროკურატურას ეს შუამდგომლა აი ამ საფუძვლით. თუმცა რატომღაც გაჭიანურდა პროცესი და მხოლოდ 2 ხდომის შემდეგ მოხერხდა აი ამ შუამდგომლობის წარდგენა. სოფო ის რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნებოდა გახმაურებული, ამაზე რამდენიმე დღის წინ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა. ახმედ ჩატაევი 5,000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მისი მომდევნო სასამართლო პროცესი 19 დეკემბერს არის ჩანიშნული. დიდი მადლობა. გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.